საზოგადოებრივი მოძრაობა სამოქალაქო თანხმობის ოფისი გაიხსნა. ორგანიზაციის წევრები არიან ეთნიკურად აფხაზი და ოსი ახალგაზრდები, რომელთა ძირითადი მიზანია დეოკუპაციის პროცესში აქტიური სამშვიდობო ინიციატივებით ჩართულობა. როგორც დამფუძნებლები აღნიშნავენ, მოძრაობის წევრები აფხაზი და ოსი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას, სახალხო დიპლომატიის კუთხით არსებულ პროექტებში აქტიურ მონაწილეობას. სამოქალაქო თანხმობის გრძელვადიანი მიზანი არის სამშვიდობო პლატფორმის შექმნა, რომელიც მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული ახალგაზრდების დახმარებას, ხელშეწყობას და მოძრაობაში ყველა დაინტერესებული ახალგაზრდის ჩართულობას. თავარი ბაზისი ამ ჩვენი საქმიანობის არის კავშირების გავმა ახალგაზრდებს შორის, იქნება ეს ადგილობრივი მოსახლეობა, დევნილი მოსახლეობა, იქ ცხოვრები ახალგაზრდები და ვიყენებთ ესეთი მეთოდებს, როგორიც არის სპორტი, ხელოვნება, კულტურა, გვინდა რომ ადამიანებს შორის უშუალოდ ჩამოყალიბდეს კავშირი და ასე ვთქვათ, დავიწყოთ სახალხო დონეზე, უბრალო კავშირების დონეზე წაფების გაბმა. ჩვენი ორგანიზაციის წევრები, ხელმძღვანელები არიან ეთნიკურად ოსები, აფხაზები, წარმოშობით ცხინვალიდან, სოხუმიდან, ასევე ჩვენ ვამყარებთ ურთიერთობებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით და პერსპექტივაში ვთვლით, რომ ამ საერთო ფანჯარა, რომელიც ნელ-ნელა იხსნება, უნდა მიიღოს საერთო სახე, უნდა ვიყოთ კოორდინაციაში ყველა ორგანიზაციები და ყველა უნდა იყოს ჩართული ამ საერთო პროცესში. Мы уже давно знаем Шмаги. შმაგის უკვე დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან გვიხარია, რომ ეს ცენტრი გახსნა. ინსპირაციას გვაძლევს მისი ინიციატივები და მისი საქმიანობა. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის განვითარება და ახალგაზრდების დახმარება, რათა მათ თავად განავითარონ და შექმნან ახალი პროექტები კულტურისა და სპორტის მიმართულებით. საერთო ჯამში ეს ცენტრი მხარს უჭერს ჩვენს გზავნილს. მთავარია გვიყვარდეს, მთავარია ვიმეგობროთ და მთავარია ვაკეთოთ რაღაცეები ერთად. Он поддерживает какой-то наш посыл тоже.